დღეს ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემებია და პოლიტიკურად დატვირთული არის საქართველო, მაგრამ ჩვენი გადაცემის თემას ხედავთ ალბათ თქვენ ბაჭკა, რომელსაც ასე უწოდებენ ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს იქნა არჩეული პრეზიდენტად უკვე მე-7-ჯერ და მე მინდა მას გულითადაც მიულოცო ეს გამარჯვება და მე პირადად ვთვლი რომ ეს კაცი არის ლეგენდარული ადამიანი, რომელმაც მიუხედავად ბევრი სანქციებისა, მიუხედავად დიდი დაწოლისა, მან შეძლო რომ თავისი ქვეყანა ექცია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით წალკოტად, ეს არის ოაზისი და აი საქართველო და ბელორუსი რო შეადარო ერთმანეთს, აი ედემი რასაც ქვია, ედემის ბაღი არის ბელორუსი. და ჩვენ ვართ ჯუნგლები, ტოქსიკური გარემო, სადაც ნამდვილად ცხოვრება უკვე დღითი დღე აუტანელი ხდება. და მე მინდა რომ თემა ბელორუსიის დღეს იყოს აქტიურად ჩვენ გადაცემაში, იქიდან გამომდინარე რომ დღეს გამობძანდა ეს ევროკავშირის ელჩი, ეს არ ვიცი, მავნებელი ადამიანი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ეს ამაღლობელიო, ეს ქალბატონი, რომელიც ჟურნალისტად არის ვითომ წოდებული. ესო გაანთავისუფლეთო პოლიტპატიმარლად რამის შერაცხა. ესე იგი ქალი, რომელმაც პოლიციელს სახეში სილა გააწნა. და ის ადამიანები, რომლებიც კიდევ არ ბევდნენ ქალაქს, ესენი პოლიტპატიმრებია გამოუშვითო და ეს მზია ამაღლობელიო გამოუშვითო, იმიტომ რომ უკანონოდ არის დაპატიმრებული. აი ხა ასეთი რამ რო გაუბედოს ლუკაშენკოს, ვინმე, რომელსაც უამრავი ადამიანი ყავს დაპატიმრებული პოლიტიკოსები მათ შორის, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ, მიიღებს ძალიან კვახე პასუხს. და ლუკაშენკო სულ ფეხებზე კიდია რა სიტყვის ევროკავშირი და რა სიტყვის ნატო და რა სიტყვის ის ქვეყნები, რომლებიც დღეს ჩვენ აი ესე გვამუნათებენ და დღესაც იქ სტრასბურგში ჩვენ კარგად ვიცით ევროკავშირი, რომელიც რაღაცა გარკვეულ სანქციებს გვიმზადებს, აი ეს სულ ნაკლებად აინტერესებს ამ ადამიანს და ამიტომაც არის როდესაც არჩევნები ჩატარდა, ეს არჩევნები იყო ზეიმი ბელორუსი ხალხისათვის. და როგორი სიყვარულით და როგორი სითფოთი ხვდება მას ყველა ის ადამიანი, რომელიც ბელორუსიაში ცხოვრობს და აი სიმღერაც მიუძღვნეს მას. დიახ, ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც არის ნამდვილად ბელორუსი ხალხის ნამდვილი გმირი და ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს ძალიან ბევრ დადებით და აი, როდესაც ის გამოდიოდა სცენაზე აი ამ წინასაარჩევნო მარათონის დროს, ყველამ კარგად ვიცოდით, რომ გახდებოდა პრეზიდენტი, იმიტომ რომ მას კონკურენტები ფაქტობრივად იქ არ ყავს. აი ესეთ სიყვარულით ეგებებოდნენ მას მოსახლეობა. და მე ვისურვებდი, რომ საქართველოსაც ყოლოდეს ასეთი ლიდერი. და ერთი სამწუხარო ამბავიც უნდა გითხრათ. აი, როდესაც საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩატარდა და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, ლუკაშენკომ ყისიერად მიულოცა გამარჯვება პრემიერ-მინისტრსაც და საქართველოს პრეზიდენტსაც. მე მინდა ვიცი, რომ ხელისუფლებაც უყურებს ჩვენ გადაცემას და მინდა მიუმართო საქართველოს ხელისუფლებას. იცით, რაღაცა, იცით, არსებობს ესეთი ცნება, რაღაცა მადლიერების შეგრძნება.
ჩვენ კარგად ვიცით ლუკაშენკომაც განაცხადა, როდესაც დიდი დაწოლა იყო, რომ მას ეღიარებინა აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა, ლუკაშენკომ ეს არ გააკეთა. ეხლა იქ ვიღაცები ლაპარაკობენ, ეს იმიტომ არ ქნა, რომ თავის ეროვნული ინტერესები არ აძლევდა ამის საშუალებას. რა მნიშვნელობა აქვს ამას? ხომ არ გააკეთა. და რომ გაეკეთებინა, ხო ვიცით, რომ დომინოს პრინციპით დანარჩენი რესპუბლიკებიც აღიარებდნენ ამ დამოუკიდებლობას აფხაზეთისა და ცხინვალისა. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ამისი გარკვეულწილად მადლიერი. კაცი ჩამოვიდა და უამრავჯერ თავის გამოსვლებშიც, უამრავჯერ თავის განცხადებებში საქართველოს მიმართ სიყვარული დაადასტურა. ჩამოვიდა აქ, როდესაც მარგველაშვილი იყო, მე მგონი, აქ პრეზიდენტი, კვირიკაშვილი პრემიერი და მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის საქართველოში. მაგრამ ვინ მის ამის უფლება? ვინ მის ამის უფლება? და მე ვერ გავიგე, თუ შენ გილოცავს ეს კაცი, ჩვენ რატო არ უნდა მიულოცოთ? ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო. ეხლა ნათქვამია, იცით, მე ადრე, როდესაც ეს აფხაზეთში ტრაგედია მოხდა, მაშინაც თქვი, რომ გლოვის დღე უნდა გამოვაცხადოთ მეთქი, იმიტომ რომ ქართველები დაიღუპნენ. იმყის ჩვენზე ადრე გამოაცხადა გლოვის დღე აფხაზებმა. ქართველების დაღუპვის გამო, მაგრამ რაღაცა 5 დღის მერე გამოაცხადა გლოვის დღე საქართველოს. მე მინდა რომ მივმართო ხელისუფლებას. ჩვენი ეროვნული ინტერესი არის რომ ეს ჟესტი, დიპლომატიური ჟესტი ჩვენ ნამდვილად გამოვავლინოთ. თორე ეს კაცი ბოლოს და ბოლოს იტყვის რომ ამათ ვეღარაფერი ვერ დავანახე და ადგება და რაღაცა ისეთ ნაბიჯს გადადგამს, რომელიც საკმაოდ გულდასაწყვეტი იქნება ჩვენთვის. ბოლო-ბოლო რა გახდა რა არის? გაგინებს ეს ევროპა, გაფურთხებს, საქმეებში ერება, ბანდიტებს გეძახის, გასაქცირებს, რუსეთის აგენტებს გეძახი და რაღაც ელოლიავებით. ეხლა ხო ვიცი რომ იმიტომ არ მიულოცეთ ამ ლუკაშენკოს, რომ აი დიქტატორს არ მიულოცოთო. ნეტა ესეთი დიქტატორი ყავდეს ჩვენ ხელისუფლებაში რა. ესეთი დიქტატორი, რომლის ქვეყანაც ყვავის, იფურჩქდება, უამრავი სამუშაო ადგილია. რას ითვალისწინებთ ამ ევროპის აზრებს, მაინტერესებს? ევროპა რას იტყვის? რაც უნდა ის იქნია თავშიც გვაიხალოს იმ ევროპამ. ესე იგი რახან ეხლა დიქტატორად მოიხსენიებენ ეხლა ლუკაშენკოს, ამის გამო ჩვენი ეროვნული ინტერესი უნდა დავაზიანოთ, კაცო? მით უმეტეს ამ კაცმა მილიონჯერ საქართველოს მიმართ გამოხატა თავისი სიყვარული, პატივისცემა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ აღიარა აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა, როდესაც იყო დიდი წნეხი მასზე. მიულოცეთ, გააგზავნეთ ერთი მისალოცი რა გახდა, ერთი ფარატი და ფურცელი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიპლომატიურ ცხოვრებაში და დიპლომატიური ანაბანაა ეს ყველაფერი. მეტი რა გინდათ ვერ გავიგე, თავზე გამხობთ ყველა ევროკავშირიც, ამერიკაც, იმათ გეძახით, რა ქვია, ბანდიტებს გეძახიან, რუსეთის აგენტებს გეძახიან, მაინც რაც არ უნდა გააკეთოთ, ვერაფერ მოსაწონს ამის მერ გააკეთეთ. რა გინდათ ვერ გავიგე, რა ფეხებზე არ კიდიათ რა სიტყვის თქვენ ევროკავშირი. აგერ ამ კაცმა, როდესაც ეს კითხვები დაუსვეს მას, სხვათა შორის, აი უშუალოდ იმ საკითხზე. აი, იმიტომ მიყვარს მე ეს კაცი, მე პირადად მიყვარს ეს ლუკაშენკო. რატო იცით? აი ესეთი უნდა იყოს ლიდერი. და როდესაც დაუსვეს BBC ჟურნალისტი იყო, აი ამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ჩატარდა პრესკონფერენცია და კითხვა დაუსვა ლუკაშენკოს, რომ აიო, თქვენო არ გაღიარებთო მაინცო ესო ამერიკა და ესო ევროკავშირიო და ეს ევროპული ქვეყნები და რა აზრის ახართო და არ გაინტერესებთ რაც უპასუხა, აი მოვისმინეთ. Можно один краткий последний вопрос? Ну, конечно, можно. Известно, что ни США, ни Евросоюз, ни Великобритания не признают вас легитимным президентом. Это ваше право. Вот. Какие у вас надежды, связанные с новой администрацией США? Надеетесь, что эта ситуация изменится из-за прихода Трампа? Какая это? Ну, вот эта легитимность, непризнание. Непризнание чего? Но то, что сейчас пока вот США, Европа... Непризнание нашей власти, меня вы имеете в виду, не изменится? Что с приходом Трампа отношение к вам со стороны Запада изменится. Скажите, пожалуйста, Стив, если бы я вот сейчас сделал заявление, что я не признаю выборы США и не признаю Трампа, что-нибудь в Америке бы изменилось? Или у вас там в Великобритании Стармер, или как его фамилия? Вот я не признаю Стармера, и что? Что в Великобритании произойдет? Ничего. Тоже точно так у нас ничего не произойдет. Признаете вы там в Евросоюзе, не признаете эти выборы. Ну, это дело вкуса. Поверьте, вот клянусь вам,
Это абсолютно, ну как вы говорите, мне фиолетово. Вы признаете наши выборы или нет? Мне главное, чтобы белорусы признали эти выборы, и спокойно они завершились, как начались. Вот это для меня главное. А там ваше дело. Признаете? Ну что ж, мы отреагируем, поблагодарим. Не признаете? Ну так вы уже не признали. Вы же уже не признали. Вот если завтра Соединенные Штаты Америки сделают заявление или промолчат хотя бы по поводу наших выборов, слушайте, что вы будете делать? Что вы будете делать? Ну, вам не привыкать. Вы же Трампа этого гнобили с утра до вечера, до выборов. Как только Трамп выборы выиграл, ваша позиция, вы поползли через Атлантический океан. Кто ползком, кто по дну, кто поверху. Некоторые не знают, как подползти сегодня к этому Трампу. Тяжелая у вас судьба у Европы. Ждите. Вам надо обеспокоиться этим. С приходом Трампа проблемы не в Беларуси будут, в Европе будут проблемы. Они уже у вас начались. Он вам сказал прямо, и молодец, я в этом поддерживаю, хотя не во всем, я уже об этом говорил, но поддерживаю. Он вам сказал, ребята, вы хотите в Украине воевать? Ну так платите. Не 2%, а 5%. И вы как ужи, как змеюки крутитесь, вертитесь, не знаете, какой найти выход из этого положения. Трамп захотел Европу наклонить, он вырвал оттуда Великобританию из Евросоюза. Зачем это надо было, если Америка была бы нацелена на усиление Европейского Союза? Вырвал. Делает ставку на кого? На поляку. Что он не понимает, что немцы и поляки это, ну, закоренелые, старые, осмелюсь сказать, враги. Что вы не знаете этого, или кто-то не знает, вы помалкиваете просто. Это так. Зачем же ты раскалываешь Европу? Зачем ты делаешь ставку на Польшу? Ну, потому что это политика такая. Они вас еще в такую позу поставят, что вы долгие десятилетия или столетия не встанете. Они разрушили вашу экономику. И что? И что? Они пытаются разрушить нашу экономику России и Беларуси. Мы сопротивляемся, мы работаем. Мы не поползли по дну океана в Вашингтон. Мы работаем, а вы? Поэтому, Стив, вам лучше молчать. И не переживать по поводу того, признают кто-то наши выборы или не признают. Вечером все будет известно. Все зависит от белорусского народа. აი ეს არის ღირსეული პრეზიდენტის ღირსეული პასუხი. და ეხა იმასავით, რა ქვია, ჩვენი რაღაცა, აი ჩვენთან რა ხდება, ვაიმე, რასიზმს იქ ევროსაბჭო უფლებამოსილებას შეგვიწყვეტს თუ არა, ვაიმე, ამერიკა რა სიტყვის? ფეხებზე კიდია ლუკაშენკოს რა სიტყვის ამერიკა და თქვა კიდევაც რა. აი მეო ეხლაო რა, რო არ ვაღიარო ამერიკის პრეზიდენტიო რა შეიძლება რამეო. იცით რატო კიდია ფეხებზე? იმიტომ რომ აწყობილი აქვს ამ კაც ხუთიანზე საქმე. იმიტომ რომ რუსეთთან აქვს პარტნიორული ურთიერთობა, ის საწარმოები, ის ფაბრიკები, რომელიც მუშაობს ბელორუსში, სრულიად არის დამოკიდებული რუსულ ბაზარზე. და იმ აზიაშიც გააქვს და ჩინეთშიც გააქვს. მარტო რუსეთ, მაგრამ 85% მაინც რუსეთის ბაზარზეა დამოკიდებული. და ამიტომ ვიძახით ჩვენ, რომ მოდი დაღვადგინოთ რუსეთთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ვიძინა ივანიშვილმა 100 ქარხანა კი არა 1000 ქარხანაც რო ამუშაოს, ხვალვე დაიკეტება ის საწარმო თუ გასაღების ბაზარი არ გვექნება. და სად უნდა გავიტანოთ? ეხა ევროპას შენი პროდუქცია არ ჭირდება, რაც არ უნდა კარგი გააკეთო. ერთადერთი შეიძლება გაყიდო შენი პროდუქტი რუსეთში. გაყიდო შეიძლება აი პოსტსაოპჭოთა ქვეყნებში, იმიტომ რომ ევროპული ბაზარი უკვე დაკავებულია, არ შეგიშვებენ იქა. რატო ვერ მიაღწია ქართულმა ღვინომ ამდენი ხნის მანძილზე 30 წლის მანძილზე იმას რომ სრულყოფილად შესულიყო ვიღაცა ორი ბოდიში და ყუთს გაიტანს იქა ღვინოს და გონია რომ ეს რაღაცა დიდი შედეგი არის და ეს ესე არ არის და აი როდესაც საუბარი არის კიდე იმაზე რომ აი ჩვენთან რომ აი ესე გვაწვევიან იმაზე პოლიტპატიმრები თურმე პოლიციის მცემელი და პოლიციაზე სილის გამწნელის განთავისუფლებას რო ითხოვს ეს ევროკავშირის ელჩი აი
როგორც ის თქვა, რომ ფეხებზე კიდე აცნობს თუ არა ვინმე ბელორუსიის ამ არჩევნებს, აი იგივე კითხვა დაუსვეს მას ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმრებზე და გასცა საკადრისი პასუხი იგივე აი ამ ჟურნალისტს, რომელიც აქტიურობდა. Какой ты гадкий вопрос еще заготовил мне. Как всегда, что-нибудь. Доброе утро. Доброе утро, Стив. И все-таки как можно назвать эти выборы демократичными, когда ваши самые ярые противники и соперники или находятся в тюрьме, или в изгнании? Стив, ну давай, может сейчас будет продолжение, я отвечу, чтобы не забыть. Кто в тюрьме, кто в изгнании и прочее, а ты вот здесь. Это право выбора, это демократично. Кто-то выбрал тюрьму, кто-то выбрал изгнание, как ты говоришь. Мы же никого не выгоняли из страны. И более того, мы открыли страну. И я уже, наверное, раз 5 заявлял о том, что мы не злопамятные люди, не зловредные. Каждому будет предоставлен шанс. Механизм реализации вот такой. Вперед. И не я решаю. Вот перед тобой Игорь Тур сидит. Он там, образно говорю, он решает. То есть общественная комиссия, где средства массовой информации широко представлены. Они же в 2020 году фотографировались на каждом перекрестке и в каждом средстве массовой информации, в том числе и BBC. Мы это все проанализировали, время было, мы знаем роль каждого. Приезжайте, отвечайте. Нарушил закон, скажем откровенно, жестоко. В места не столь отдаленные, о которых ты сказал. Кто-то совсем понимает, что без этого не обойтись. Он там остается. Это же демократично. Это право выбора каждого человека. Ну, скажу откровенно, Стив, если бы ты такую позицию в нарушение законов принял, ты бы здесь не сидел. Скорее всего, ты к нам бы не приехал. Но вы сказали недавно, на днях, да, что мы не должны никому закрывать рот. Вы это сказали, да? Ни в коем случае, я тебе не закрываю рот. Нет, сказали буквально 2 дня назад. Абсолютно, да. Вот, но Мы вот, построим страну и не позволим никому закрывать рот. Так и будет. вот, но ваши вот серьезные соперники не только не допущены к выборам, но и некоторые из них сидят, да? Более того, более 1200 политзаключенных осталось. Подожди, уже ж выпустили немало. Это ж 1200, ты говорил, было накануне. Осталось. Но если вычесть больше 200, так сколько получится? Ты что, в школе не учился? Я просто к тому, что если никому рот закрывать нельзя, может быть, пора открывать вот эти камеры и выпустить этих политзаключенных. И Марию Колесникову, и Сергея Тихановского. Опять ты за Марию, боже мой. Ну ладно, отвечу тебе на этот вопрос. Ты говоришь про закрытие рта или закрытие в тюрьме кого-то? Ну, если рот, это одно. Но если тюрьма, это тот, кто слишком широко раскрыл, грубо говоря, рот. Тот, кто нарушил закон. Ну, естественно, что в Англии и в Соединенных Штатах Америки нет тюрем. Почему ты не приводишь положительный пример? На время лукашенковского времени в тюрьме сидело более 40 тысяч человек. Сейчас менее 20. Это хороший результат? Ну, хороший, положительно, по крайней мере, нашу диктатуру характеризует антидемократический режим. Почему вы об этом не говорите? Ну, а тот, кто нарушил закон, тот будет сидеть. И даже там мы ему рот не закрываем. И Мария Колесникова и другие, о которых ты говоришь, я помню, этот вопрос ты уже второй раз задаешь, как родственник все равно. На БРИКС ты мне, по-моему, задавал про Колесникову, что она умерла, что никого туда не пускают. Скажу откровенно, ты меня подтолкнул к тому, чтобы я поинтересовался. А что там происходит с Марией? Говорят, здоровая. Даже пресс-секретарю говорю, ты же Стива знаешь, он же все равно навяжется с этим вопросом. Посмотри, доложи мне лично, кроме тех, кто там смотрит за ней и где она находится. Что с ней? То говорит, нормальная, здоровая. Я говорю, ну покажите ее народу. Показали вроде там. Кто-то ходил к ней. А, ты за отца говорила. Не пускают родственников. Я говорю, ну почему вы отца не хотите пустить?
По закону отец не имел права с ней встречаться. Она нарушает режим. Он установлен в Америке, в Англии, у тебя или еще где-то. Режим есть. Если ты его нарушаешь, ну, отвечай. Но я говорю, слушайте, у меня к вам просьба, это мое решение. Пустите, пусть отец ходит. Но покажите Стиву, что она здорова, что она нормально выглядит и так далее. Видел фотографию? Видел. Так как же мы рот закрываем? Если бы, слушай, вот этот вопрос ты даже американскому президенту бы и не задал. Даже у себя там, даже в России, где ты находишься, ты бы этот вопрос не задал. Ты мне свободно задаешь, я тебе свободно отвечаю. Не перебирай, Стив. В любом государстве за нарушение закона надо нести ответственность. Суров закон, но он закон. Это не я придумал. Это придумано народами многих стран. Суров закон, но он закон, его надо соблюдать. Закон надо соблюдать, но эти люди если сидят... ты не знаешь закона, если ты не знаешь закона, это тебя не освобождает об ответственности по этому закону. Это тоже не я придумал. Это юридическая вся общественность так заявляет. Вот по закону и отвечают. Поэтому если ты лоббируешь там и за кого-то ратуешь, то у нас это не запрещено. У нас не запрещено. Если ты на поруки кого-то берешь, и тур там в комиссии примет решение, что можно тебе пойти навстречу, мы рассмотрим этот вопрос. Но те, за кого ты ратуешь, они, по-моему, и не хотят особо на свободу. მე აღტაცებული ვარ თითეული ამ ადამიანის ამ კაცის სიტყვით და მე მახსოვს ამ კაცს ეძახდნენ კალხოზნიკს და რაღაცა ისეც და ჩვენ ჩავალთ აუცილებლად ბელორუსში და შემოგთავაზებთ იქიდან იმ ცხოვრების რიტმზე გადაცემას ვრცელს და თქვენ თვითონ ნახავთ რომ როგორ უყვართ ეს ადამიანი იქ და როგორ პატივსცემენ და ერთი რამე არის რომ უბრალოდ მე ხელისუფლებას ჩვენ ხელისუფლებას მინდა მივმართო და არ დავიღლები ეხლა სანამ დრო არის ეხლა ერთი კვირა თუ გავიდა იმის მერე აზრი აღარ აქვს ძალიან აქ გთხოვთ აი უმორჩილეს აქ გთხოვთ ეს ჩვენ ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესს ეხება გაუგზავნეთ ამ კაცს მისალოცი ბარათი რომ გაიმარჯვა არჩევნებში ეს ჩვენ ქვეყანას ჭირდება და ფეხებზე დაიკიდეთ რას გეტყვით მაინც გაგინებთ მაინც გლანძღავთ ეს ევროპა ხო ხედავთ არა მაინც არაფერში ბოდიში და დამნაშავე პოლიციელებზე მოძალადე ადამიანების განთავისუფლებას გთხოვთ და ყოველდღიურად დასაქცირებაზეა ლაპარაკი და თავს ლაფი დაგვასხეს დგანებე თავი რა სიტყვის ვაიმე ეხლა როგორ დიქტატორი როგორ იმას მიულოცევ ამას გეტყვით ხო და დიქტატორები თვითონ არიან ნეტა ლუკაშენკოსნაირი დიქტატორი იყოს კიდე სხვა რომელიც კაცმა რა ვიცი მე აღორძინა თავისი ქვეყანა ქვეყნის პატრიოტი და აი სათაურს ხედავთ აქა რომ ბაცკა იუნას გიროი თავის სამშობლოში ხო არის ეს კაცი გმირი და ჩვენთანაც გმირია ეს კაცი საქართველოშიც გმირია და საქართველოშიც პატივსცემენ ამ ადამიანს და ამიტომ ძალიან აქ გთხოვთ აი რამდენჯერ ვიმეორებ ამას უკვე რა მივმართლავ ჩვენ ქვეყნის პრემიერს პრეზიდენტს რომ აუცილებლად ეს გააკეთეთ რა ყისიერად ხო მოგილოცათ არა თვითონ ამ კაცმა ეს გამარჯვება პარლამენტისში არჩევნების შემდგომაც მოგილოცათ და საპრემ ეხლა ვიღაცამ თქვა ვიცი უტყუარათ ეს ინფორმაცია დღეს სანამ აი ამ სტუდიაში დავჯდებოდი ბოლო წუთამდე გადავამოწმე ეს ინფორმაცია იყო თუ არა გაგზავნილი მისალოცი არ იყო გაგზავნილი